ემილი მიქელაძე 8 წლის. სწავლობ მერვე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა, მუსიკა და საჭმელების გაკეთება. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე ბაღში, როდესაც ვიყავი 3 წლის. ფანქრები მიმქონდა და სულ რაღაცავს ხატავდი. 7 წლის რომ გავხდი, შევედი ხატვის წრეზე. მე ვიცი მუარდის და გვირილის ხატვა. კიდევ ვიცი ბუნების ხატვა. კიდევ ვიცი ხეების ხატვა. ყველაზე ხშირად ვხატავ ძაღლებს. ჩემი საყვარელი ფერებია იისფერი და ვარდისფერი. არ მიყვარს შავი ფერი. ის არის ცუდი და ბიჭების ფერი. ყველაზე ძნელია ბიჭების სახატვა. ყველაზე ადვილია ძაღლების ხატვა. ყველაზე ხშირად ვხატავ ბუნებას. მე ახლა გასწავლით ბუნების დახატვას. პირველი ვხატავ თხეს. მეორე მთას. და კიდევ ერთ თხეს. და შემდეგ მინდორს. მე ვხატავ მზეს და ღრუბლებს. ჩემს ნახატებს ვაგროვებ და დაახლოებით მაქვს 50. იმიტომ ვაგროვებ, რომ ხატვაზე გამოფენა საწყობენ. ნახატები ასე არის კედლებზე გამოფენილი. გაყიდვა იმიტომ არ მინდა, რომ მენანება. ისე რომ გავყიდო ეღერება 10 ლარი. მე რა ბევრი ფული მქონდეს, ვეყიდდი ნახატებს. და გარეთ რომ ცხოველებია, იმას დავეხმარებოდი. ყველაზე ხშირად ნახატებს ჩუქნი დედიკოს და ოჯახის წევრებს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნია. თოვლის ბაბუა სულ მოაქვს საჩუქრები. შარშან მაგალითად მაჩუქა სამაგათი. წელს მინდა მაჩუქოს ლეგო. ჩემი აზრით თოვლის ბაბუა არის 54 წლის. მისი ნამდვილი სახელი არის ნუგზარი. მე ასევე მიყვარს მუსიკა და ვსწავლობ მუსიკალურ სკოლაში. გადავედი მეორე კლასში და ვუკრობ პიანინოზე. თავიდან ყველაზე მეტად გამიჭირდა 2 ხელით სწრაფად დაკვრა. ყველაზე ადვილი იყო ნოტების სწავლა. ერთხელ მქონდა გამოცდა და ერთხელ მქონდა კონცერტი. მე უფრო მომეწონა გამოცდა. პიანინოს გარდა კიდე მინდა დავუკრა გიტარაზე. ჩემი მუსიკის მასწავლებელი არის ლიანა შავთვალაძე. კარგი მასწავლებელია და შავი თვალები აქვს. კიდევ არის მხიარული და სულ მეხუტება. მაგ დამდივარ გუნდშიც და სიმღერაც ძალიან მიყვარს. ტრელო პეპელაგა ფრინდინელა დელინელიაო ტრელო პეპელაგა ფრინდინელა დელიდელიაო ეს არის ჩემი საყვარელი სიმღერა. სახში მაქვს მიკროფონი და ზოგჯერ ვაწყობ კონცერტებს. ჩემი კლასელებიც მოდიან და კარგად ვერთობთ. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ყავს კარგი მასწავლებელი და კარგი კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ეთუნა ლობჯანიძე. ყველაზე ჭკვიანია მათი. ყველაზე მშვიდი არის დემეტრი არძინაძე. ყველაზე ბედნიერია მარიამ კონცერტზე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი, კეთილი და მეგობრული. მეგობრობა არის, როდესაც მეორე ბავშვს უმეგობრდები. მე ახლა მყავს 50 მეგობრარი და მე მინდა მყავდეს 27 მეგობარი. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია მაია დვალი. იმიტომ რომ არის კარგი ადამიანი და არასდროს არ გვეყვირის. კარგად ხსნის გაკვეთილებს და ბავშვები უყვარს. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მზარეული. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი ექიმი. მინდა გამოვიდე მზარეული, იმიტომ რომ კარგად გამომდის საჭმელების გაკეთება. პირველად საჭმელი რომ გავაკეთე, ვიყავი 6 წლის. ეს საჭმელი იყო ჩაი. ახლა ყველაზე კარგად გამომდის კვერცხის შეწვა. დედა სულ რაღაცას სადღაც მიდის, ხო, მე ვუკეთებ საჭმელს. ახლა მინდა რომ ვიყო 10-ის, იმიტომ რომ ყველას ვგონი ვარ 10 წლის. სახში ცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი ძმა, მამი და ბებია ბაბუ.
კიდე მინდა მყავდეს ერთი და ჩემი ძმა არის 2 წლის და ქვია ალექსანდრე. ის არის მავნე. საყვარელი, ჭკვიანი და ემოციური. ჩემი აზრით ალექსანდრე რომ გაიზრდება გამოვა ფეხბურთელი. მამიკო არის სიმპათიური, მშრომელი და ყველაფერს მისრულებს. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის თბილი, მზრუნველი და საყვარელი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის შვინი პუფის თავგადასავალი. საყვარელი მორწმუნეა სტიჩი და ლილუ. შადოსნური ჯოხი რომ მქონდეს ავაშენებდი ძაღლების თავშესაფარს. სამოგზაუროდ სიამონებით წავიდოდი პარიზში. ყვავილებიდან მე ვგავარ კვირილას. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ემილი რომ არ მერქვას რა მერქმეოდა. მე ემილი დამარქვა მამამ და ჩემი სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ემილი რომ არ მერქვას ალბათ მერქმეოდა თიკა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად ჩემი ოცნების საჩუქარი არის პატარა შავთეთრა ფუმფულა ლეკვი. ბედნიერება არის ლეკვის ყოლა და დედიკოს და მამიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.